მიდის ხო ყველაფერი ეგზორთ. მივესალმებ მაყურებელს, შეგახსენებთ პოდკასტის მხარდამჭერია სოკარი, გთხოვთ რომ არხი გამოიწეროთ, ვიდეოს დალაიქოთ, სადამ სტუმარს წარვადგენ. კიდევ ერთი სიახლე მინდა გითხრათ, წამოვიწყო მეორე პოდკასტი ჩემს მეუღლესთან ერთად და აღწერაში იქნება მითითებული ლინკი ამ პოდკასტის, ვისაც გექნებათ ინტერესი, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ისიც დაასაბსკრაიბოთ, კარგი იქნება. რაც შეეხება სტუმარს, ანა კოშაძე წარდგენა არ ჭირდება, მაგრამ ეხლა უფრო როგორც YouTube არხი რეჰანის შემოქმედი და წამყვანი თუ ავტორი როგორც არის და ასევე ყოფილი მოდელი. ამ ორივე თემაზე მინდა საუბარი, იმიტომ რომ მოდელი ჯერ არ მყოლია, პროფესიონალი მოდელი მაშინ პოდკასტში და საინტერესო ინდუსტრია ისეთი, რომელზეც ბევრი რამე არ ვიცი და ამიტომ მინდა რომ ჯერ ამაზე ვისაუბროთ. თუ წინააღმდეგ გეკნებ. სიამოვნებით, გამარჯობა. წარმატება ახალ პოდკასტს დავასაბსკრაიბებ, როგორც კი მორჩებით ჩაწერას. ხო, მუსკულები ქვია, ესე ქართულად ესე იზებნება. მე და ჩემი ცოლი ვართ წამყვანები, ჩემი სახლიდან გვაქვს მოვაწყეთ სტუდია და მუსკულები, იმიტომ რომ უბრალოდ ვარჯიში გვიყვარს ორივეს და ესე ხუმრობით დავიკვით მუსკულებით, არა? თემა უფრო ახალისო და ისეთი რა გასართობი კონტენტი. ვუჯდები. ჯერ როგორ მიდის საქმეები? კარგად, მშვენივრად. ისე ხან ვღელავ ამ რეჰანის გამო, ხან მშვიდად ვარ. ყოველდღიურ რეჟიმში მაინც საჭიროებს ისე დიდ ჩართულობას ეს ყველაფერი, რომ საინტერესო იყოს, რასაც აკეთებ სხვებისთვის. ხო, შენ ამ რეჰანამდე მოხვედი, მანამდე ტელევიზიებში იყავი. ეხლა ხარ თუ არა, არ ვიცი. არა, ტელევიზიიდან შარშან ამ ამბების გამო წამოვედი, 1 წელი გახდა უკვე. ხო, ანუ სამოდელო კარიერიდან ჯერ ტელევიზიაში გადახვედი და მერე YouTube-ზე, ხო, ესე? კი, ასევე ვიყავი PR-ის სფეროში. ორ კომპანიაში ვიმუშავე. მე მგონი უნიკარდის სახე იყავი, ხო? კი, უნიკარდის PR მენეჯერი. ხო. არსებობს კიდე უნიკარდი? კი, ოდნავ სახე იცვალა, რაღაც ბიზნეს მოდელი შეცვალეს, თორე არსებობს. ადრე მახსოვს ერთი პერიოდი ყველა მარკეტში გეკითხავდი უნიკარდი. კი. მე მგონი პირველი რაღაც დაგროვებითი რაღაცა იგი იყო, ხო? რაც გულებს ეგეთი მასშტაბური პირველი იყო. მანამდე ჰქონდათ კომპანიებს, ოღონდ თავთავიანთი და უნიკარდი იყო, აი, ძალიან დიდი მასშტაბის, ხო? ხო. კაი, სამოდელო კარიერას შევიღოთ, რამდენი ხანია რაც აღარ ხარ მოდელი? იმდენი წელი გავიდა, უკვე აღარც მახსოვს ის პერიოდი. საკმაოდ ადრე დავიწყე. 13 წლის ვიყავი, უკვე ისე აქტიურად რო ვიყავი ჩართული და დაკავებული და დაახლოებით 20 წლისა თავი დავანებე მთლიანად. შეიძლება ესე იმის მერე რაღაც კომპანიებთან ქონია კოლაბორაციები და მაგრამ აი პოდიუმ პროფესიონალი მოდელი აღარ ვიყავი, არც პოდიუმზე გამოსულ ვარ და ხო, აღარც რაღაცა. ხო, იმის მერე ინტერესი დავკარგე. როგორია ეს ინდუსტრია შეიცვალა თუ ადევნებ თვალყურს თუ? საქართველოში სამწუხაროდ რაღაცები შეიცვალა, ერთი მხარე განვითარდა, მაგრამ მეორე მხარე ცოტა მოკვდა, მაგალითად აღარ არის fashion week-ები, რომელიც ინდუსტრიას მაინც ასე თუ ისე ავითარებდა და ხელს უწყობდა განვითარებას. ერთეული დიზაინერები და მოდელები მუშაობენ ისევ და ძალიან კარგად და ცოტა ადრე მაინც როგორ თქვა არაპროფესიონალური დამოკიდებულებები იყო. ეხლა მსოფლიო სტანდარტებს მოერგნენ, რაღაცა ახლდება კოლექციები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ქართველი დიზაინერებიც ორიენტირებულები არიან მსოფლიო ბაზარზე და მოდელებიც, იმიტომ რომ აქ ალბათ ამ პროფესიით თავს რთულად გაიტანა. ადრე იყო ამის შესაძლებლობა? კი, იმ ფონზე რა მდგომარეობაც ადრე იყო და რა ანაზღაურებაც, საშუალო ანაზღაურება რაც იყო და უშუალოდ საკმაოდ ისეთი კარგად გამოვიმუშავებდი თან მოზარდობის ასაკში. მაგრამ როდესაც 5 წელი გავიდა და რაღაც განვითარდა ქვეყანაც და ეკონომიკაც და ის სფერო ცოტა უკან წავიდა, ამიტომ მე უკვე რაღაც აღარ ღირდა და არ ვიცი, ეჭვმეპარება ეხა მოქმედი მოდელები საქართველოში
არა და ესე რომ ჩემი გადმოსახედიდან რაღაც ქართული დიზაინერების თქო მაღაზიები უფრო ხშირად ხდება თვალში, უფრო ბევრი დიზაინერი მომხდება ხოლმე თვალში. თითქოს ამ ხრივ განვითარდა და ქართული ჩაცმაც აღარ ტეხავს ისე როგორც თქვა 20 წლის წინ იყო იმიჯიც ჰქონდა ქართულს, ხო? ხო, მეც მიყიდია რაღაცა ქართული საქართველოს შეგერილი რაღაცები, მაგრამ ხარისხიც გაუმჯობესდა ამ ტანსაცმლის, მაგრამ არ არის ჩვენებები დაუშვოთ. ხო და უცნაურია თითქოს პირიქით უნდა ყოფილიყო. ხო. არ არის პრიალა ჟურნალები, ანუ ცოტა ძალიან. იგივე სარეკლამო სფეროშიც მაინც უფრო მსახიობები კავდებიან ხოლმე, მე რასაც უყურებ ჩემი გადმოსახედიდან. ადრე უფრო მეტი იყო მოდელების ჩართულობა. ხო, ეს მოდელის ესე ვთქვათ, ისაც არ ჩანს ცხოვრება, ესეთი რთულია, როგორიცაც სტერეოტიპია, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი დიეტა, რაღაცა შრომა სულ და რაღაცა ესეთია. კი, ესეთია. ოღონდ ჩემ პერიოდს თუ გავიხსენებ, ეს იყო, ეხლა ვარ 37 წლის, 17 წლის წინ და 20 წლის წინ. არ იყო ესეთი, იმიტომ რომ კონკურენციაც არ იყო დიდი, თითქოს მოთხოვნაც არ იყო დიდი, мотиваციაც არ იყო დიდი. საერთაშორისო ბაზარზე იმდენად დიდია კონკურენცია, მუდმივად ცდილობენ, რომ რაღაც მიუხედავად იმისა, რომ დაიმსხვრა ეს ჩარჩოები, რაც ადრე იყო, მაინც გარკვეულ ჩარჩოს მოერგონ და ფორმაში იყვნენ. არის უამრავი კასტინგი, დადიან კასტინგიდან კასტინგზე მოდელები. წონის შენარჩუნებაც მაინც მნიშვნელოვანია. ეს სტანდარტები აღარ არსებობს და უშუალოდ სიმაღლის და ასე შემდეგ არის oversized მოდელებიც, რაც ძალიან კარგი, უკეთესი გახდა ამ ხრივ ინდუსტრია, მაგრამ მაინც ძალიან შრომატევადი და რთულია. აქ არ იყო ეგ, აქ დაუშვათ თავისუფლად ვუთავსებდი სწავლას, პროფესიას და მერე უკვე მუშაობასაც, რაღაც გარკვეული პერიოდი სამსახურიც ჰქონდა და მოდელიც ვიყავ. ეს სტანდარტები შეიცვალა თუ რაღაცა უბრალოდ ესეთი მოდა შემოვიდა ამ წლების რომ მოდი შევცვალოთ თუ უკვე დაინერგა რა აი მაგალითად ახლა მახსოვს ვიქტორია სეკრეტის ის რო იყო ჩვენება რო იყო იქაც მე დღემდე კიდე მოყვარო აი რაღაც plus size მოდელებს რო ეძახიან და ხო კი ყოველ შემთხვევაში ცდილობენ რომ შეიცვალოს და მანდეთკენ მიდის რაც ძალიან კარგია იმიტომ რომ მან ცოტა სოციალური პასუხისმგებლობაც შემოდის პრიალა ჟურნალებზე გოგოები, რომლებიც ცოტა ფოტოშოპით წახმარებული აქვთ, არიან ეგრეთ წოდებული როულ მოდელები, ახალგაზრდა, ხო, თინეიჯერებისთვის, რომლებსაც ისედაც ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვთ და რაღაც სარკეში რო იყურები, ბევრი რამე არ მოგწონს, რაღაც ჰარმონიაში საკუთარ თავთან გარკვეული ასაკის მერე მოდიხარ. და კიდევ უფრო გინდა გავდე მათ, არ გავხარ იმიტომ რომ რეალურ ცხოვრებაში ისინიც არ გვანან საკუთარ თავს და აქ მოდის ძალიან ბევრი პრობლემა და ფსიქოლოგიური პრობლემა და ეხა უკვე მსოფლიოც უკეთესი გახდა მე მგონი რაღაცა ეგ შეხედულებები და სტერეოტიპები ნელ-ნელა ინგრევა და ამას მოყვა ზუსტად ისიც რომ plus size მოდელები, იგივე street casting, ესე ქვია, თუ სწორად ვამბობ ტერმინს, დემნა გვასალიამ შემოიტანა, როცა უკვე ქუჩიდან მოხდა ხალხის სხვადასხვა პროფესიის ადამიანების აყვანა და პოდიუმზე გამოყვანა. ანუ ცოტა სხვა დატვირთვა მიეცა იმ სილამაზეს, რაც ქონდა ადრე და ახლა სხვა გახდა მოკლედ. ხო, მაგრამ უცნაური რა არის, რომ ცხოვრებაშიც აი ეგ სტანდარტები ძალიან მისაღწევი, რაც იყო ხოლმე, რასაც შენ ამბობ რა, ეს გამხდარი და ზუსტად სანტიმეტრებში ჩამჯდარი და სულ ამ წონის კონტროლი. თვითონ ის მოდელებიც არ ცხოვრობდნენ ამ წესით, ალბათ რაღაც გადაღება რომ მოდიოდა სცენაზე გამოსვლის დრო დგებოდა, უფრო იწყებდნენ წონის კლებას, უფრო თელ პოდიუმზე გამოსვლის. ხო, ეს თლად MMA სპორტივით არ არის, მუდმივად არის გადაღებები და გადაღებები უწევს, მაგრამ თქვა რომ იცოდეს რომ ორი თვე არ იქნება
ინფორმაცია ცოტა ჩამოშორდება ხო, სადაც შემდეგ გადაღება იქნება. კი, მაგრამ ეს არის ის პროფესია, სადაც ორი თვე თუ გადაღება არ იქნება, ფაქტობრივად სამუშაო არ გაგდა მშვიერი ხარ. ანუ უნდა იყოს და ცდილობ რომ მუდმივად იყოს გადაღებაც და მუდმივად იყო დაკავებული. შესაბამისად, ეგრე ნაკლებად ხდება, რომ აი ეხა არ ვარ ფორმაში, მე ერთი კვირა თავს მოვიკლავ ფორმაში შევალ, არ გამოდის. მე მაგალითად მახსოვს ამ გადმოსახედიდან ძალიან ცუდიც არის. მე ხა ჩემი შვილის შემთხვევაში მაგას არ დაუშვებდი დაუშვათ და არ მივცემდი უფლებას, რომ ეთქვათ, მაშინ უბრალოდ სხვანაირი მიდგომები იყო. მახსოვს, რომ მეუბნებოდნენ 15 წლის ვიყავი სადღაც მაგასაკში, რომ აუ როგორი გასახდომი ხარ, რაღაც ამ კოშაძემ კიდევ ვერ დაიკლო. ანუ ცოტა ისე სავსე ფორმები მქონდა. და ძალიან სახიფათოა და ძალიან არასწორი მიდგომა ახლა ამ გადმოსახედიდან. წონის კონტროლი, მარტო წონის კონტროლი არა, დამოკიდებულებებიც უფრო დისკრიმინაციული და არაეთიკური იყო. ეხლა მგონია რომ შეიცვალა. ხო და აი ჩემი კითხვა რა შემდგომარეობდა, იცი რომ საიდან მოდის ეს სტანდარტები რა თითქოს მანამდე აი რომ 50-იან 60-იანებს გადახედო არ იყო ესეთი წარმოდგენა რომ ესეთი გამხდარი უნდა ყოფილიყო ქალი და ესეთი ფორმები მე წამოვიდა თითქოს რა და ეხა ისე ბრუნდება აი ეს რამ შექმნა რომ ყველას მოუნდა ისეთი ყოფილიყო უბრალოდ რაღაც რამდენიმე გავლენიანმა ჟურნალმა გადაწყვიტა რომ გამხდარი მოდელები ყოლოდა და მოდის ახლა თუ როგორც წესი ალბათ გავლენიანი ადამიანები ქმნიან გარკვეულ ამინდს გავლენიანი დიზაინერები, გავლენიანი კრიტიკოსები, ჟურნალის რედაქტორები, ისევე როგორც დევნა გვასალიამ ეხა გავლენიანმა ადამიანმა რაღაცები შეცვალა და კარგისკენ, ჩემი აზრით, ესე შეიქმნა მაშინ ის კრიტერიუმებიც, რომ ძალიან გამხდარი, მაღალი რაღაც გარკვეულ კრიტერიუმებში უნდა ჩამჯდარიყო მოდელი. ხო. და ანუ ერთია რომ ვთქვათ რაღაცა ოც ტელეფონი გამოდის ესეთი და გადაწყვიტოს ეფმა სამსუნგს სხვანაირი ტელეფონი გამოუშვა და კაი შემოდის მოდაში, მაგრამ ეს ამდენი ადამიანის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას რა, რომ უწევთ მე და რაღაცა ფსიქოლოგიური ტრავმები და ამ შემდეგ ასეც არის საუბარი რა, რომ ამ იმიჯმა რამხელა ის დაატყურა და უცებ ეს რაღაცა რამდენიმე ადამიანმა გადაწყვიტა რომ მოდი ეს იყოს ახლა სინემაზე სტანდარტი და მთელი მსოფლიო დაადგა ამ გზას და რაღაცა უცნაური ამბავია რა, რომ ესეთ ამხელა გავლენა შეიძლება კონდეთ მოდის ინდუსტრიას. კი, თან ეს ყველაფერში გადაიზარდა, კინოშიც გადაიზარდა, რაღაცა მუსიკაზე, სცენაზე როგორ გამოიყურებოდა მომღერალი, მანდაც კი აისახა რა. და ცხოვრებაშიც, თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. მე მაგალითად მყავს მეგობრები, რომლებიც რაღაცა გარკვეულ მათთვის იდეალურ წონას ეტრფიან და მუდმივად ცდილობენ, რომ ზედმეტი 5 კილო დაიკლონ. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი არც მოდელია და არც სცენაზე დგას. ესეც ალბათ რაღაც გარკვეული მაგ სტანდარტებიდან მოდის, რომელიც მე ილექება ჩვენში, ანუ მეც ვარ ერთგვარი მსხვერპლი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს ვიაზრებ, დღეს და ამაზე ვსაუბრობ, მაინც ზეგავლენას ახდენს შენზე და ეს სტანდარტები ოღონდ ესე რადიკალურად არ შეცვლილა. მივდივართ უკეთესობისკენ, მაგრამ მაინც რჩება რაღაც კრიტერიუმები სილამაზის, რომელსაც ვერ გებით. იგივე ხო, თან აქ კიდე რამინდა იცი რომ რაღაც ბუნებრივადაც თუ აქვს მიდრეკილება ადამიანს როგორი მოწონს და ანუ მარტო იმაზეა დამოკიდებული უბრალოდ მოდისახლები რაც გადაწყვეტენ თუ რაღაცა ადამიანშიც არის ჩადებული რა რომ აი როგორი იზიდავს ვიზუალურად რა. არ ვიცი, ხშირად მიფიქრია ისე მაგაზე. ახლა უკვე აი ბოდიში სიტყვაზე რომ გამოვიდეს რომელსაც მოდისახლე ძალიან არარეალური სტანდარტები მოივა ეს ხო ეგრევე არ აიტაცებს ხალხი რაღაცა ბიოლოგიას თუ ფსიქოლოგიასაც ხონდა თანხმდრაში მოვიდეს ადამიანის რა. ხო, არის ეს ალბათ არ ვიცი, შეიძლება საუკუნეების განმავლობაში დალექილია, რომ ადამიანს უდევს ქვეცნობიერში, რომ რაღაც კრიტერიუმები და შეფასების კრიტერიუმები მოიფიქროს, რა მოწონს მას და რა არ მოწონს. წლიდან წლამდე და ასეულობით წლის განმავლობაში იცვლებოდა, მაგრამ ეს მაინც არსებობს, ხო? დღეს უკვე მარტო პრიალა ჟურნალები და მოდელები არა, სოციალური ქსელები იმდენად მსუყედ არის ჩვენს ცხოვრებაში, რომ ინფლუენსერებმა კი ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენენ მოდის სფეროშიც
დიდი დოზით მოხდა სოციალური ქსელების ინფლუენსერ ადამიანების ჩართვა, იმიტომ რომ მომგებიანი აღმოჩნდა თვითონ სფეროსთვის და აქაც ცოტა ეს პრიალა ჟურნალების დიდი ტყუილია. მე მაგალითად მეც ბევრი რამდენიმე ათასი გამომწერი მყავს Instagram-ზე და არასოდეს არ ვიყენებ ფილტრს. იმიტომ რომ ნუ ყველამ კარგად იცის ჩანს ფილტრი რომ გამოყენებულია, მაგრამ მაინც ხვანაირად ელამაზებათ ადამიანებს და რაღაცა ერთგვარი ჩემი სოციალური პასუხისმგებლობა ეგ არის რომ მოდი ვიყოთ ისეთები როგორიც ვართ. უამრავი მარტო პლასტიკური ქირურგიის არა, რაღაც პროცედურული ჩარევების მსხვერპლი ადამიანი ვიცით და ვიცნობთ და ზოგადად ეს ტრენდი და სწრაფვა იქითკენ რომ ერთმანეთს დავემსგავსოთ, მგონია რომ აი რაღაცნაირად ჩასაკლავია და მოსასპობია, იმიტომ რომ არ შეიძლება ამდენი ენერგია, ფიქრი მიმართო იქითკენ როგორ შეცვალო შენი გარეგნობა. კი და ჩვენთან ხო რაღაც უფრო დაგვიანებით შემოდის ხოლმე ტენდენციები რა და ეხლა ვატყობ აქ რომ არის ეგ რომ ყველა ერთმანეთს დაემსგავსოს განსაკუთრებით პლასტიკური ჩარევებით ძალიან ბევრი გოგო გავს უკვე ერთმანეთს რა ემსგავსება პლასტიკური ქირურგიაც აღარ არის საჭირო თან აი რაღაც მარტივი პროცედურებით რაც ხელმისაწვდომია ანუ ძალიან დიდი ბიუჯეტის დაბერი მტუჩები ერთმანეთი რაღაცა და მე თითქოს რაღაც ინდივიდუალობა აღარ არის მოდაში რაღაცა ყველა ცდილობს რომ რაღაც ერთნაირი სახე კონდეს ყველას. კი. არ მინდა ახლა რაღაც მაყურებელმა ისე გაიგოს, თითქოს ახლა მეც გარკვეულწილად ალბათ რაღაც თავის მოვლა ქვია, ხო? რაღაცას ვიკეთე, პროცედურას ვიტარებ, მაგრამ ორი გოგო მყავს და ჩემ შვილებსაც რაღაც ვცდილობ რომ ის მაგალითი მივცე, რომ ზღვარი და ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერში. ხო, თითქოს ეს ინდივიდუალიზმის ეპოქა მოდის, მაგრამ ჩვენთან ნაკლებად ჩანს ჯერ, მაგრამ ალბათ შემოვაქაც რა. ხო, აი რო ვაკვირდები რაღაც ერთეული ადამიანები მაინც ცდილობენ კი არა. ეგ ხო შინაგან ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული. რამდენად სავსედ გრძნობ და ჰარმონიაში საკუთარ თავთან, თავს და მერე უკვე აი აღარ გჭირდება რაღაცები. შეიძლება გარემოსბრალიც არის. აი იგივე არასტაბილურობა, რთული მდგომარეობა არ გაძლევს იმას, რომ რაღაც შინაგანი სიმშვიდე იპოვა და მერე გარეთ ეძებ რაღაცებს. ხო. თან ეს როლ მოდელი ანუ მისაბაძი მაგალითები რო ახსენე, ეხლა რამდენი არის? ანუ ადრე მართლა მარტო ჟურნალები იყო და ანუ რაღაცა fashion TV თუ არხი არ ვიცი სადაც იყო ეს არხები სადაც მოდაზე ინფორმაცია მიგიღო, ეგ იყო და ეხლა იმდენნაირი ის არსებობს წყარო და იმდენნაირი რაღაც მოდელი Instagram-ზე თუ ვიღაცა შეგიძლია მიბაძო და იქიდან აიღო მაგალითი რა და მაინც ხდება რომ რაღაც ბაბლში ექცევიან წარმოდგენის და სტერეოტიპების ეს მაინც დღემდე არის. ამ დროს შეგიძლია რომ ცოტა გვერდზე გაიხედო და სხვა მაგალითები კონდეს იქვე იდოს რა. უკეთესი მაგალითი. ეს სოციალური ქსელების ალგორითმით რამდენადაც კარგია რომ შენ გემოვნებაზე ერგება და იმას გიგდებს რაც გაინტერესებს, იმდენად მე გკეტავს. ხო, მე მაინც თითქოს გაარღვევ, მაგრამ მე ახალ მაშინ ბაბლში გაქცევს რა. ხო, Instagram-მა კიდე რაც მოიტანა, მე რაც მგონია არის ცოტა ვარჯიშის კულტურა წამოწია წინ და ეს ცოტა ანუ ის რომ რაღაცა გოგო ვარჯიშობდეს და ცოტა უფრო ჯანზე იყოს და არ იყოს მანდა მაინც რაღაცა ძალიან გამხდარი და სუსტი ამანაც რაღაცა კარგი გავლენა მოახდინა თითქოს რა. კი არის ეს რაღაც კუბიკები უნდა კონდეს მანდა მაინც და ესეც თავისებურად ის არის, მაგრამ ვარჯიში და ცოტა ჯანმრთელობა უფრო წინა პლანზე წამოწია მოს მგონია რა. კი და რასაც ვაკვირდები ძალიან კარგი ტენდენცია ამ ქართულ ინსტრუქტორებში განსაკუთრებით ქალებს აღნიშნავ, რომ ვარჯიში არ არის გაცრავად ვარჯიშის პოპულარიზაციას არ უწევენ მხოლოდ და მხოლოდ გარეგნული ფორმების გამო. არც რაღაცა სტანდარტებს
სამკვიდრებენ, რომ შენ მაინც და მაინც რაღაცა კუბიკი უნდა გეტყობოდეს და ტენდენცია იმის, რომ ვარჯიში იმისთვის, რომ ფსიქოლოგიურად კარგად იგრძნო თავი ვარჯიში ჯანმრთელობისთვის და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა მოსდევს გარკვეული ფორმებისკენ სწრაფვა. ეგ ძალიან სასიამოვნო ეტაპია. მე სულ ბუნებრივად მოსდევს მე და პროდუქტად გამოგდის ასე. ეგ ხარია, ეგ არის რაღაცა გარკვეული შედეგი, ჯილდო, მაგრამ ვარჯიში სულ მეკითხებია, რომ აი როგორ რატო გიხარია ვარჯიში, როგორ დავიწყო, რამდენ ხანში მივალ ამ ფორმამდე და აი პირველ რიგში მაგას ვეუბნები ხოლმე, რომ აი რამდენ ხანში მივალ ამ ფორმამდე, ეგ ამოაგდე ახლა, იმიტომ რომ გარკვეულ ფორმამდე მიხვალ და 2 კვირა არ ვარჯიშებ და დაუბრუნდები პირვანდელ ფორმებს, ანუ რაღაცნაირად უნდა ვიპოვოთ ჩვენი საყვარელი ფიზიკური აქტივობა. შეიძლება იყოს წონებით ვარჯიში, ჯიმში, შეიძლება იყოს რაღაც bodyweight, სხეულის წონით ვარჯიში, ან უბრალოდ ჩოგბურთის თამაში, ან კედელზე ცოცვა. თან ძალიან ხელმისაწვდომია, სახლშიც შეიძლება. მე ხა სახლში ვარჯიში. კარგი იუთუბერი აღმოვაჩინე. ხო და კი არის მაგის ბევრი კაი იუთუბერი მსახლის ვარჯიშებს და ისეთი ვორკაუთები აქვს რაღაცა რომ აი მეც ვარჯიშობ ძალიან დიდი ხანია და არ მახსოვს ის მოდელი ჩემი ცოლი უყურებს ხოლმე რაღაც 8 წუთიანი ვორკაუთი ქონდა და ვერ გავაკეთე. ანუ მე რომ გონია რომ ფორმაში ვარ, აი უბრალოდ დიატაგზე აკეთებს რაღაც პრესის ვარჯიშებს, პლანკა რაღაცა და ვერ გავქაჩი რა ბოლომდე ვერ გავედი. ხო, grow ananas ქვია, შეიძლება დაინტერესოს მაყურებელმა. ეხა კონკრეტულად მეც ჩემმა მეგობარმა მირჩია, ვის პროგრამასაც მეყვები. 9 საათიანი ვარჯიშები აქვს. ცალკეა ბიგინერების დამწყებების პლეილისტი. იმას ავყევი. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვარჯიშობ, აი სულ. იმ advanced რა ქვია, ცოტა ზედა დონეს ჯერ ვერ შევეჭიდე, იმდენად რთულია, სულ რაღაც 9 საათი. ძალიან მიყვარს დარბაზი, უბრალოდ სახლთან არ მაქვს. საცობების პირობებში 1 კილომეტრიც კი რო გაიარო, იმდენი დრო გეკარგება, მივხვდი რომ აი ამ ეტაპზე რაღაცნაირად სახლში გადავინაცვლე. ხო. ეგეც უკვე პრობლემაა, იმიტომ რომ აი ოდნავ შორს თუ არის დარბაზი, რაღაც 1 საათნახევარი მარტო გზაში გეკარგება, მე და მთელი დღე გასულია უკვე რა, საოცრად რო წახო. ეგეც არის ხო პრობლემა. ხო და ნუ ვარჯიშის მუღამიც ეგ არის რა, რომ აი თუ პროცესი არ გსიამოვნებს და აი ის რომ ჯამთელად გძნობ თავს აზრი არა აქვს ისე, იმიტომ რომ მართლა რაღაც მიზნამდე მიხო და მე აღარ იცი რატო ვარჯიშო და მე ისე უკან წამოხვალ, მე უარესი იმედგაცრუება გაქვს რომ ამდენი ვარჯიშე და 2 კვირა ვიყავი მარტო კარგ ფორმაში და რაღაცა და იმ მიზნამდე მისვლაც არ რჩება ის მიზანი, მე როგორც კი თავს ანებებ უკან ბრუნდები. თხოთან ეს 6 კუბიკი მე მგონი ყველაზე დიდი ტყუილია, რაც არსებობს ამ იმიჯებში. მაგის მიღწევარი ურთულესი, ხო? იმით რა ქვია, დიეტით. კი, ერთი პერიოდი მიუახლოვდი მაგას და მე ბოლოს ვხვდი რა რატო ვწვალობ, მეთქი აი მე, კაი მეტყობა ოდნავ. ისე იქამდე ვერ მივედი, როგორც წარმოვედგინა, მაგრამ მივედი აი ვიხდი რომ ამისთვის წვალებას აზრი არ ქონდა. ხო, არ ღირს რა. რაღაც მანდაც სიამოვნება უნდა იპოვო, როგორც ყველა სხვა პროფესიაში და ჰობში. ხო, მანდ კიდე ამ თქო ამ რაღაცა ერთ სტანდარტებთან ბრძოლაში ხო არის ხოლმე ყველა ტენდენციას რაღაც რადიკალური ის მოყვება ხოლმე ნაწილიც რა და ცოტა იმის ჭარბწონიანობის პროპაგანდაც გამოსდით ხოლმე ხშირად რა, რაც მე ძალიან თვალში ხდება და არ მიყვარს რომ არ არის იქამდე მიდიან რომ საერთოდ ვარჯიში არ არის აუცილებელი, რატო ვარჯიშობ და ბოლომდე ისეთი იყავი როგორც ხარ და მოგწონდეს. კი, ეს უნდა მოგწონდეს, მაგრამ ჯანმრთელობასაც უნდა მიხედო რა, იმიტომ არა რომ ვიღაცას მოეწონო. კი, ჯანმრთელობის საკითხი შემოდის, ან ყველაზე მნიშვნელოვანია რაღაც სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა, ხო და შეუძლებელია ხა ძალიან დიდი ჭარბი წონა იყოს ჯანმრთელობა. ხო, შესაბამისად. ხო, რაღაც აი არა ჯანმრთელ ცხოვრების წესის პროპაგანდას ატარებენ ხოლმე ხშირად, რომ თავია მოგწონდეს შენი თავი და მაგანაც შეიძლება ისე მოგატყუოს და ისეთ ილუზიაში გამყოფოს, როგორც ის მეორე სტანდარტი იყო და ის გეგონოს, რომ მანდა მაინც ესეთი უნდა იყო. ესეც ესე არის, იმიტომ რომ ძალიან შეიძლება დაიჯერო, რომ მოგწონდეს, მაგრამ ჯანმრთელობას აზიანებ მაგითი რა, როცა არანაირ ყურადღებას არ აქცევ და ვარჯიში არის აუცილებელი რა. გეთანხმები, ეგრეა. ხო, მენტალური ჯანმრთელობისთვისაც და ისედაც. ხო,
ამიტომ რაღაც ხო, ამიტომ ვარჯიშის ალტერნატივა არ აქვს. არა. ჯანმრთელ ცხოვრებისთვის. ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის არ აქვს ალტერნატივა ვარჯიშს, ანუ ფიზიკურამდე მე მაინც მგონია რომ იმხელა განტვირთვა, იმხელა ენერგია, იმისთვის რომ მე გონებრივად იმუშაო. რაღაცა დარბაზში ფეხით ზიარული 9 საათი ყოველ დღე და. კი, ნებისმიერი სპორტული აქტივობა, მეგობრებთან ერთად რო ფრენბურთის სათამაშოდ წახვიდე ან ფეხბურთის ან ნებისმიერი აქტივობა. აი ამ სტანდარტების მიუხედავად რა, ნუ მაინც მოდელის კარიერა და ბიზნეს პროფესია დღემდე არსებობს. რა არის ყველაზე მთავარი რაც უნდა გამოარჩევდეს მოდელს? კი შეიძლება ეს ფიზიკური ფორმები ყველა იშრომო და მიაღწიო ფიზიკურ ფორმებს. ცოტა გენეტიკას თუ გიწყობს ხელს, მაგრამ აი კიდე ამის იქით რა არის? მანდაც ინდივიდუალიზმია მნიშვნელოვანი და მგონია რომ ცოტა ხასიათიც რაც გარეგნობაზეც აისახება. დღესდღეობით უკვე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეგ ინდივიდუალიზმი. საერთაშორისო ბაზარზე და სფეროში რო კონკურენცია გაუწიო, უკვე რაღაც სხვა უნარებით შემოდის ალბათ კომუნიკაცია იმისთვის, რომ საჭირო ადგილას, საჭირო ხალხთან დაამყარო კომუნიკაცია, ცოტა იღბალიც და ნუ შრომის მოყვარეობა, ძალიან დიდი შრომა. ფიზიკური შრომა მენტალურად რთულია, იმიტომ რომ კონკურენცია დიდი და დაუშვათ თუ ერთი თვე არსად აგიყვანეს და ვერ იმუშავე, შენ შეიძლება გატყდე და დაანებო თავი, შეიძლება პირიქით ამან мотиваცია მოგცეს და გააგრძელო გზა. და ამიტომ არ არის მარტივი. ხო, და ანუ საკუთარ თავზე აი ამ გამორჩეულობაზე შეგიძლია იმუშაო, რითი იქნები გამორჩეული რაღაცა ინდივიდუალიზმზე იმუშაო, ეგეთი რამე ხდება? შესაძლებელია? შესაძლებელია ალბათ, ეგ იცი რა, რითი იყო გამორჩეული, ალბათ ყველას აქვს რაღაც რაც გამოარჩევს სხვა დანარჩენისგან. მაგაზე მუშაობა შეიძლება იმ კუთხით, რომ იპოვო ეგ. რითი ხარ გამორჩეული. ანუ ხშირად ხო გვაქვს ეს, რომ სხვებს ვადარებთ თავს, ხა მეც რაღაცა სხვებს ვუყურებ, ვცდილობ მათზე სწორება გავაკეთო. მე ვხვდები ხოლმე, რომ აი მოდი რა, საკუთარ განვითარებაზე იფიქრე. მანდაც ეგრეა ალბათ რაღაცა, როცა პოულობ საკუთარ ნიშას და ძლიერ მხარეს, მე უკვე სხვებიც ამჩნევენ. ხო. ხო. აი ხო მაგათ დღეს ვინც არიან წარმატებული ქართველი მოდელები, მატილდა გვარლიანი, თაკო ნაცრიშვილი. კი. თაკო ხო სახელმწიფო. კიდე აქვს ინდივიდუალიზმი. ხო, კიდე თუ ვინმე არის, მე მგონი კიდე ერთის მახსოვს მოვკარი რაღაც ესეთი თვალი, რაღაც ესეთი დიდი სახლის ჩვენებაზე იყო. კი, არიან რამდენიმე თომი გრიაული თუ არ ვცდები, მაკო ცოტა ცუდად ვარ გვარებში, სახელებში და გვარებში. სვანური გვარი ქონდა, მე მგონი ესე მახსოვს ერთი იყო კიდევ რაღაც. კი, მატილდასთან ერთად, ხო. არიან გოგოები, ვინც საზღვარგარეთ მუშაობენ. შეიძლება მატილდასნაირად ჯერ არ გვესმის მათი სახელი და ძალიან ცნობილ დიზაინერებთან და ცნობილი ჟურნალების ყდებზე ჯერ არ არიან, მაგრამ კარგად მუშაობენ. უბრალოდ მატილდა უკვე ძალიან წინ არის და ვარსკვლავია და ხო და ზუსტად აი ამ გამორჩეულობის ხარჯზე ხდება ხო ეგ? მე მგონია რომ ხასიათის თუ არ ვიცი ხო რაღაცა ეხლა ესე რო ავიღოთ კრიტერიუმებით ხო მატილდა ძალიან ლამაზია ხო მაგრამ არის გამორჩეულიც რაღაც განსხვავებული საინტერესო ხო ალბათ ეგ რაღაც ხასიათი უნდა თავარი ეგ არის მაინც რაღაცნაირად რომ გამოაჩინო ის ხასიათი რა ხო შეიძლება იყო რაღაცა შენი ხელწერა გქონდეს ან პირიქით. ადრე იყო უფრო ტრენდული, როცა მოდელისგან ბევრი რამე შეიძლება და გამოგეძერწა. ცოტა წაშლილი გარეგნობა, რითიც მე უკვე მაკიაჟით, ან ტანსაცმლით ცვლიდი სხვადასხვანაირად. ეხლა შეიძლება პირიქით იყოს, რომ ის გთავაზობს თავის სტილს, ხო.
ხო, დღეს უკვე ჩემი მოდელობის პერიოდში რთული იყო საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და წასვლა, იმიტომ რომ ესე არ ქონდათ სააგენტოებს კავშირები. სოფო ჭყონია ყველაზე მეტად უშვებდა ხოლმე მოდელებს, მაგრამ არ მახსენდება, რომ ეს რომელიმე მატილდასნაირად დაუშვათ და თაკო ნაცვლიშვილისნაირად სერიოზულად ემუშაოს. ნატა სამადალაშვილი, ნატალი იყო ესეც ცნობილი სამადალო სააგენტო, ასევე ხო ნატალიში ვიყავი და მუშაობდი მეც, მაგრამ აქ ახლა უკვე არიან სააგენტოები, აი თაკო ნაცვლიშვილის დედა ნინო ცკიტიშვილის მოდელია და გაშვებულია მატილდაც. ვინც მუშაობს, ესე კონტაქტები აქვთ და კარგად დასაქმებენ მოდელებს საზღვრებს გარეთ. საზღვარგარეთ დასაქმება თან შესაძლებლობას გაძლევს, რომ იქვე ისწავლო პარალელურად და თან კარგია და ხო, ალბათ ვფიქრობ, რომ როგორც ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა ეფექტი, რომ მე გაიზარდა ყურადღება ქართული მომავალი ფეხბურთელების მიმართ, ალბათ ეგეთი ეფექტი ექნებოდათ ახლა მატილდას და გამოჩენას, რომ მეტი ყურადღება წამოვიდოდა საქართველოსკენ, მგონია რომ ეგეთი ეფექტი ექნებოდა. ხო, კი, რა თქმა უნდა. ყოველთვის ამ ადამიანების წარმატება ისეთ პოპულარულ სფეროში, როგორც სპორტია და იგივე მოდა და მოდის სფერო ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვისაც და არის ჩვენთვის ხელის წაკვრა და მეტი კარის გახსნა. ადრე რო რაღაცა თითქოს თაობა იყო მოდელების სინდი კროუფორდი და მიშელ ფაიფერი და ეგეთი თაობა ყოფილა იმის მერე კი რაღაც მოდელები არიან ხოლმე ვინც შეგიძლიათ ცნობილი მოდელი თქვა თითქოს რაღაც მაგდროს ბევრი იყო თუ ხო რაღაც მისტერია ამ სინდი კროუფორდი ნაუმი კემბელი და ლინდა ევანგელი ხო ჯორჯ მაიკლის კლიპში რო იყო ყველა ერთად ეგ სასტავი ხო მიშელ ფაიფერი ცოტა ხნის წინ დავინახეთ კიდე რაღაც რეკლამაში მიშელ ფაიფერი ოღონდ ეს არის მსახიობი მიშელ ფაიფერი კი არა. სახელი გეშლება მე. კლაუდია შიფერი. მიშელ ფაიფერი. კლაუდია შიფერი, ხო. კლაუდია შიფერი დავინახეთ რაღაც ტანსაცმლის რეკლამაში იყო კიდე. ხო, კიდევ ჩართულები არიან. ისეთი დიდი ვარსკვლავები იყვნენ, რომ ეხლა ეგეთი მოდელების შემთხვევაში არ არის, რომ აი კარიერას ადრე ამთავრებენ. მოდის სფეროშიც ხო მაინც ესეა სპორტსმენები ვით რაღაცა ცოტა უფრო ადრე ამთავრებენ ხოლმე მოდელობას. არ არის საუბარი სუპერმოდელებზე და ეგეთ ცნობილ და ვარსკვლავ ტიპებზე. ხო, რაღაც მისტერიან არის ხოლმე, რომ აი ის სილამაზე და განუმეორებელი და ხო ლამაზები იყვნენ და ქონდათ ეგ შარმი, მაგრამ მე მაინც მომწონს როგორც იცვლება მიდგომები და მოდის სფერო და ბიზნესი, რომ სტანდარტები იმსხრევა მოკლედ. თითქოს მოდაშიც იცი რა რაღაცები ამოწურა სფერომ რა დემნამ რაც გააკეთა, რაღაცა ახალი სისხლი შეიტანა იმით, რომ თითქოს არაესთეტური რაღაცები შემოიტანა. მაგრამ საინტერესო, მაგრამ ჩვენი ცხოვრება შეიტანა, ანუ ქვემოთ ჩაწია, რაღაცა პარალელური სამყარო იყო, ხელმიუწვდომელი, რაღაცა განსხვავებული, რომელიც ჩვენ ცხოვრებაში არ შემოდიოდა და ის თითქოს ჩვენ ცხოვრებაში შემოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ხო მე არ მეცვას და ჩემთვის არ იყოს ხელმისაწვდომი ყიდვა. ხო, ეგ დემნა მარტო ესეთი გავლენიანია მოდაში, როგორც მე მგონია, ანუ ძალიან გავლენიანი. როგორც საქართველოში მოიხსენიებენ ხო? ძალიან გავლენიანი, კი. არ მგონია, რომ გადაჭარბებული იყოს არც ერთი წამით საქართველოში როგორც მოიხსენიებენ. დიდი ცნობილი მოდის სახლების დონეზე არის, თქვა რა ვიცი, გუჩი და ჰუგო ბოსი და რაღაცა გულებს არის. კი, ეხა ხო შეიცვალა თან და რაღაცა გუჩისაც ახალი ხელი დაატყო და არის, იმიტომ რომ პირველ რიგში იმიტომ არის, რომ მან მთლიანად შეცვალა ეგ მიდგომები, მთლიანად ამოაყირავა და შეცვალა სტილი. აი შემოიტანა ქუჩა, შემოიტანა აი მოდელებში ჩვეულებრივი ადამიანები.
ugly beauty თუ სწორად მახსოვს ტერმინიც კი გაჩნდა, რომ რაღაცა ugly მოსამოდელო სტანდარტებით ხო და არის რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ ესეთი გამბედაობა, რადიკალური ცვლილება ჯერ შესთავაზო და მე არა მარტო შესთავაზო, დაამკვიდრო და ყველაზე მოთხოვნადი გახდე, თან ისეთ სნობურ ჩაკეტილ სფეროში, როგორც მოდის სამყაროა, ძალიან სნობურია. და ისეთი რაღაცები, რასაც ჩვენთან გოიმობას ეძახდნენ, ეგეთი რაღაცები გახადა მოდური, ხო? ხო, გოიმობას იმიტომ ეძახდნენ, რომ ის იყო ჩვენი ყოფა 90-იანების და ხმისაწვდომი იყო, ხო? ჩაკეცილი ტუფლები და რაღაცები ხო მე იყიდებოდა, ხო, ეგეთი ფეხსაცმელი, ქუსლი რო ჩაკეცილი მინახავს, არ ვიცი, შეიძლება უკვე ბოლოს. კი, აი ეგ ესთეტიკა შეიტანა და არა მარტო შეიტანა, ძალიან ძვირად გაყიდა. ხო და ეს მოდელი მინახავს რომ იყიდება რა თქვათ და რაღაც 800 евро ღირს და 1500 евро ეგეთი ჩაკეცილი ტუფლი. ხო და ამას მასწავლებლად ყიდულობს და დადის მაგითი მე არ შემხედრი არაში რომ მე არ ვტრიალებ ეგეთ საზოგადოებაში მაგრამ რა თქმა უნდა ყიდულობს და დადის სხვანაირად ვერ იქნებოდა ეგეთი მოთხოვნა. თუ რაღაც უბრალოდ როგორც ავანგარდული მოდა არის ხოლმე რაღაცები რა ვთქვათ გამოდიან უბრალოდ შოუსთვის რო არის ეგეთი ჟანრია ეგეთ თუ მართლა მოიხმარს ხო კი ფაქტია რომ იყიდება და ფაქტია რომ გაყიდვადია თვითონ დემნას პერსონაც და როგორც პროფესიონალი და ფაქტია რომ გაყიდვადია ის რასაც აწვდის. მიცვამენ ვარსკვლავები. მინახავს ბალენსიაგას ბევრი რაღაცა, მაგრამ აი თქვა ესეთებს რაღაცა ცალკე ხაზი, ცალკე მიზანი ხო რა აქ ესეთ რაღაცაებს თქო რა. აი ამებს, მაგრამ კიდე ის იყო რაღაცა ხამუტები იყო სამაჯურებად ესეთი. ეგ არ მინახავს. ხო, აი სამშენებლო ხამუტებსაც ეძახიან ეგ. არა, მერწმუნე აცვიეთ. მით უმეტეს რაღაცა კონსიუმერიზმის ხანაში, როცა წალეკილები ვართ ხო, ერთმანეთის მიიმბაძველობით, აი ვიღაც ვარსკვლავზე მოგვეწონება და მე ჩვენც იგივეს ვიცვამთ. ერთი ფილმია დემი მური და არ მახსოვს სახელი ფილმის დემი მური და დევიდ დუხოვნი თამაშობენ. ფეიქ ოჯახია, ანუ ვითომ ოჯახი, რომლებსაც ასახლებენ მდიდრულ უბნებში და მათ შეაქვთ ყიდიან ნივთებს, ანუ ბოლო მოდელის ლაგჯერი მანქანა ყავს ქმარს, საუკეთესო ჩანთები უჭირავს ლაგჯერი ბრენდების ცოლს და სამეზობლოში ზეგავლენას ახდენენ, ერთგვარი ინფლუენსერები ხდებიან, ხო? და მეორე დღეს ყველას უჭირავს და ყველას აცვია და მორალი ის არის, რომ უნდა დავფიქრდეთ და დავამუხრუჭოთ კონსიუმერიზმში, იმიტომ რომ ერთ-ერთი მეზობელი თავს იკლავს ბოლოს, როცა ვერ შეწუდება რაღაცის ყიდვას. ხო და ეგრეა ეს მოდაც. საბედნიეროდ ახლა აი ცოტა მეტი სოციალური პასუხისმგებლობა შემოვიდა მაგალითად იმის აგიტაცია რომ მეორადი მოხმარება ტანსაცმლის მდგრადი მოდა სადაც უკვე გადამუშავება ხდება და ეს დიდი ბრენდების არასაც ქონდა თუ არ ვწდები რამდენიმე დიდ ბრენდს რომ იბარებენ ტანსაცმელს უკან. ხო, შემოდი უკვე თბილისში შემოხდრია კი, თბილისშიც. კი, თბილისში. ხო და კარგია ეგ. მე მაგალითად მაცვია ხოლმე ჩემ მეგობრების ტანსაცმელი, მეც აუცილებლად გავაჩუქებ ხოლმე ჩემ ტანსაცმელს, იმიტომ რომ ხანდახან ბეზრდება ერთი და იგივე ახალი გინდა და ტყუილად კიდია გარდეროში და რაღაცა 2 წელზე მეტი ტანსაცმელი თუ არ გაცვია, ესე იგი აღარ გჭირდება ის. სხვა გამოიყენებს და შენთან ადგილს იკავებს. ხო, მე კიდე ძალიან რაც მომწონს რაც ბოლო ალბათ ბოლო 10 წლეული არის, ალბათ ცოტა მეტი არის, რომ შემოვიდა ბოტასების კულტურა. ანუ ყავის ფეხსაც მაგ ვერ ვიტანდი ბავშვობიდან, არ შემეძლო ჩაცმა და ზაღარ თქვი ტუფლიო. ხო, აი ტუფლსაც ეძახდნენ რა და ეს რა უკვე კოსტუმზეც შეიძლება რომ სპორტული ფეხსაცმელი ჩაიცვა. ალბათ ეს არის ბოლო ეპოქის ჩემი ყველა საყვარელი ეს ცვლილება რაც მოხდა მოდაში, რომ კი, უკვე აღარ ტეხავს სპორტული ფეხსაცმლის სიარული. უკვე საოფისე კულტურაშიც მე მგონი პანდემიამაც ბევრი რამე შეცვალა. აღარ არის ის დრეს კოდი რა და უკვე მოსახერხებელი ფეხსაცმელი ამ აჩქარებულ ტემპში არის
უმნიშვნელოვანესი. მე არ ვიცი ვინმე თუ დავუშვათ ყოველდღე არაკომფორტული ფეხსაცმლით მოძრაობს მთელი დღე. შეიძლება ადრე ითმენდი კიდეც რაღაცებს. აუ, ითმენდნენ ალბათ აბა ხა. ალბათ ხო. სტუმრად რომ მიდიოდნენ რაღაც ქორწილში რაღაცებში, ანუ აღარ გიწევს ეს არის. ხო. ჩემთვის ყველაზე დადებითი ცვლილება რაც მოდის სამყაროში. ხო, გეთანხმები კი, ძალიან ისი კოლაბორაციებიც აქტიურად დაიწყეს დიზაინერებმა. ხო, Adidas-თან და სპორტულ ბრენდებთან კი და მარტო სპორტულ ბრენდებთან კი არა, სპორტში ეხა ბუმია, ჩემი მეგობარი ამბობდა იმ დღეს და ეხა გამახსენდა, მაგალითად მთაში და სათხილამურო სპორტში ინტეგრირება პრემიუმ ბრენდების რაღაც. Prada-ს ჰქონდა დაბრენდილი Red Bull-ის ერთ-ერთი ვიდეო, რამდენიმე უბრალოდ. აუ, მეც მოხვდა თვალში, რაღაცა უყურებდა. ყველას Prada-ს ისეცვა. ზედა და ქუდის და ეთქვა Prada-ს ასმოსვერებდა იმ ვიდეოს, სადაც მიდიოდნენ რა და თვალში მოხვდა რომ ყველას Prada რატო აცვია რაღაცა. კინორზე იყო ასრულებენ. იტალიაში ვიყავი სასრიალოდ და იქ ესე მაშინ მთის რესტორანში ეცვათ სულ Armani-ის ფორმები მომსახურე პერსონალს. მეტი ინტეგრაცია გააკეთეს სპორტში და ზოგადად რაღაც რეალურ ცხოვრებაში. მე მგონი მიხვდნენ რომ რაღაც განცალკევებით ცალკე დგომა აღარ არის მომგებიანი. მე მგონი ზოგადად ამ ოღონდ ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რამე კვლევან სტატია არ წამიკითხავს. უფრო აზიის მხარეს ყიდიან ეს ძალიან ძვირფასი პრემიუმ ბრენდები თავიანთ პროდუქტს და ევროპაში ცოტა დაიკლო ამ სამომხმარებლო ბუმმა თუ როგორ თქვა. პირიქით შეიძლება რაღაცა ზედმეტიც კი იყოს შენი გადაბრენდილობა. ხო, ყველგან როგორ გაწერია. ხო. კარგი, შესვენება გავაკეთოთ, სოკარის შეკითხვა გვაქვს სპონსორის, შეისვენე და აივსე ენერგიით. შენთვის რა არის დასვენების ყველაზე კარგი გზა, მდგომარეობა, საშუალება? ითიც მე ენერგიით იფსები და ახლა. ხო, ყოველდღიურობაში ვარჯიშია, ან სპორტი. ჩოგბურთს ვთამაშობ და ნუ ზამთარში ვსრიალებ. და აი ესე დასვენება წელიწადში რამდენჯერმე რო ვიწყობთ, ნუ ეგ უფრო ფუფუნება ან ერთხელ უფრო არის სადმე მოგზაურობა, ანუ ქალაქგარეთ გასვლა ყველა შემთხვევაში. ხო, მაგრამ ეხა შენ საქმიდან გამომდინარე, ხშირად გიწევს ეგ, ხო? ხო, ისე გამოდის, რომ ნუ მაგიტომაც მოხდა ჩემი საქმიანობის შინაარსს რო ვარჩევდით, მაგნიშნით მოხდა, რომ აი რისიკეთება გვს სიამოვნებს, მოდი ეგ გადავიღოთ და დავიწყეთ მეგის გადაღება. ძალიან მიყვარს ქალაქგარეთ ყოფნა. ანუ რო გადიხარ უკვე და თვალში არ გხდება უზარმაზარი კორპუსი 10 მეტრში. თვალიც კი სხვანაირად ისვენებს ჰორიზონტს რო გახედავ, ისეთი სიამოვნება, თან ისეთი ლამაზია საქართველო პატარა ფართობზე გაშლილი და მრავალფეროვანი, რომ ბევრი საინტერესო ადგილის ნახვა შეიძლება. ხო, აი ზუსტად მაგ თემას მივადექით, ახლა უკვე შენი YouTube არხი საქმიანობას და ვარჯიშზე მინდა კიდე ერთხელ თქომეს ვარჯიში რო ახსენე. რამდენიმე დღის წინ გამოვცადე კიდე საკუთარ თავზე ვარჯიში როგორი კარგი დასვენება არის. აი ახალ პოდკასტს რო ვიწყებდით მე და ჩემი ძოლი, დაახლოებით 2-3 კვირა, აი ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ რა, განათება, ხმა, კამერა, დეკორაცია, ყველაფერი საერთოდ. და ნუ აი ის გამოიწერე იმის რაღაც დეტალი ჩამოდის ის განათება რომელიც გჭირდება იმას რა მიაბა იყო ყველაფრის კითხვა და ძებნა და მაღაზიებში სირბილი და აბა იმან დეკორაცია სადაც პოსტერები დაგვიბეჭდა იმან იქიდან ის რაღაც მოვიტანოთ და 1-2 კვირის მერე აი დილიდან აი გაღვიძებიდან დაძინებამდე ხან 3-4-ამდე მუშაობდით ხოლმე ისე გადავიღალე რომ მახსოვს რომ აი რა ბოლოს რაღაცას ვკითხობდი აზრი ვერ გამომქონდა რაღაცა ჯემინის ვკითხე რაღაც როგორ უნდა მექნა მორიგი რაღაც კამერის სეტინგებში და ეს ვკითხობდი და აზრი ვერ გამომქონდა და ის რამდენიმე დღე მაგალითად ისეთი გადაღლილი ვიყავი რომ რაღაცას ერთს ვფიქრობდი და მეორე სიტყვას ვამბობდი საერთოდ აი რომ მეგონა რომ ეს ვთქვი საერთოდ სხვა რაღაცას ვამბობდი რა და მე კომუნიკაციაში ვირეოდი და მოიცა მე ხო ეს გითხარი და არა სხვა და ანუ მივხვდი მაგრა დავიჭერი ბოლოს და მე ღამე წავედით კროსფიტის ჯგუფურ ვარჯიშზე.
CrossFit-ი არის ძალიან რთული ფიზიკურად და მოვხვდი კი რაღაც იქ რა. კი, მე ძალიან მეყვარს თან ეგეთ თავბრუნდი, მივხვდი რომ დასვენებული ვიყავი, ანუ თითქოს ციზმრიდან რო გაიღვიძებ და მე რო ხვდები უკვე აზრებს რო ალაგებ რა. ჩემთვის არის წამალი, იმიტომ რომ ზოგადად შფოთვა მახასიათებს ალბათ ამ სოციალურ ქსელებმაც ქნა. ძალიან მიჭირს ყურადღების კონცენტრაცია და მავიწყდება ყველაფერი. წიგნის კითხვაც მიჭირს. ხან ისე გამირბის გონება, მე აი რომელი გვერდიდან გამექცავ, ფიქრობ და უკან დაბრუნება. ფილმის ყურებაც მიჭირს. მოკლედ ამ შფოთვიდან გამომდინარე ვარ ეგეთ დღეში და ვარჯიში ჩემთვის არის ანუ პირდაპირ წამალია. სხვა არაფერი არ მაქვს საშუალება მაგის, რომ ეს შფოთვა მოვიხსნა. როგორც კი ვარჯიშობ, ძალიან მიყვარს ეგ ჯგუფური ვარჯიშები. უბრალოდ CrossFit-ი გიცდია? კი. მართლა? კი, TRX-იც ძალიან კარგია, ადრე TRX-ი იყო კიდე ჯგუფური ვარჯიში, იქ დავდიოდი. უბრალოდ ამ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე არ მაქვს გრაფიკი, ანუ მე ხო როგორ თქვა, პოდკასტს ესე ვერ დავგეგმავ, მე აწყობილი ვარ ამინდზე, აწყობილი ვარ იქ რესპონდენტზე, ორი ადამიანი ერთმანეთს ვეწყობით. კი, სხვა რაღაცეებიც გვაქვს თან, სხვა საქმიანობებითაც ვართ მე და ჩემი პარტნიორი დაკავებული და იმდენი რამე შემოდის, რომ მე ვერ დავნიშნავ ხუთშაბათი და პარასკევი მექნება ხოლმე რეჰანის გადაღება, არ გამომდის ეგ. ამიტომ ვერ დავდივარ ჯგუფურ ვარჯიშებზე. თორე ჩემი საყვარელი და სასიამოვნო ყველაზე მეტად ეგ არის. ძალიან რთულია სახლში ვარჯიში. რატო იცი, აი დაწყება არის. ძალიან, აი თავი უნდა აიძულო. სავარჯიშოდ რომ მიდიხარ რაღაც სხვანაირად გაქვს გრაფიკში ჩასმული და ხო, მოკლედ ვარჯიში მაგრა ასვენებს ტვინს რა, მაგაზე კაი და ტვინის დასვენება მე არ ვიცი. კაი, როგორ დაიწყე არხი რეჰანი? როგორ მიხვედი მაგ იდეამდე? რეჰანი არის არხი, ვისაც არ უნახავს, ალბათ ცოტა იქნება ესეთი ადამიანი. შენ დადიხარ საქართველოს ან უცხოეთ ქვეყნებშიც და ძირითადად არის კერძების გასინჯვა, იქაური კულტურის ცოტა გაცნობაც. ხო, ძირითადად გასტრონომია და მცირე მოგზაურობაც. უბრალოდ ისტორიების. ხო, გასტრონომიული მარშრუტით მოგზაურობა და სადაც მივდივართ, იქ რაღაცა მარტივად ვცდილობთ, რომ უთხრათ მაყურებელს ასევე რა შეიძლება საინტერესო გააკეთონ და ნახონ. როგორ დავიწყეთ და მე და ჩემ შეყვარებულს, რომელიც YouTube-ის ძალიან დიდი ხნის მაყურებელია და ცოტ-ცოტა მეც ვიყავი მაყურებელი, გვინდოდა ზოგადად YouTube-ზე ინტეგრირება რაღაცნაირად, გამომდინარე იქიდან, რომ ისეთი უნარები გქონდა ორივეს, შეგვეძლო არხის გაკეთება. ანუ სატელევიზიო გამოცდილებაც გქონდათ. ხო, მე სატელევიზიო გამოცდილება, მას შეუძლია მონტაჟიც, რაღაცა რეჟისორული გამოცდილებაც აქვს, გადაღებაც შეუძლია და შეერთება გვინდოდა ამ უნარების და ერთად გაკეთება. თან უნდა ვაღიარო, რომ ტელევიზიებში გაუსაძლისი სიტუაცია იყო, იმიტომ რომ ყოველდღიურ შოუში ვმუშაობდი შუადღის გადაცემაში, სადაც 5 დღიდან დღეში 2-3 თემა გქონდა, ჯამში კვირაში 15 თემა, აქედან 3 იყო ჩემთვის საინტერესო და დანარჩენს ვაკეთებდი იმას, რაც არ გაინტერესებს და ძალიან რთული, არა მარტო არ გაინტერესებს, ხანდახან რაღაც თვლი რომ არასწორია ამას რო აკეთებ. მაგრამ როგორც ყველა რაღაცა მიუყვებოდი ამ დინებას, საკუთარ თავს ვამართლებდი იმით, რომ აბა აი კაი კი წამოვალ, მაგრამ რა გავაკეთო და ამიტომ დავიწყეთ YouTube-ი და ძალიან ბედნიერია რომ დავიწყეთ YouTube-ი. რამდენიმე თვეში უკვე ეს მოვლენები დაიწყო, მიმდინარე, აღარ დავაკონკრეტებ, ყველამ კარგად ვიცით და უკვე ეგრევე წამოვედი ტელევიზიიდან და შემოგრჩა ეს YouTube-ი, რომელიც ჯერ 2 წელს არ გასულა ესე იგი. არა, 1 წელია რაც გავაკეთეთ. სექტემბრის ბოლოს გავუშვით და ნოემბერში ხო წამოდი სამსახურიდან. თორემ
ეს რეჰანი რო გავაკეთეთ, არ ვფიქრობდი, რომ ესე მალევე გახდებოდა ჩემი ძირითადი საქმიანობა. რაც ცოტა შორს პერსპექტივაში მესახებოდა, მაგრამ კარგი ის მოხდა, რომ მუშაობის პარალელურად ვერ უთმობ დროს და დრო დიდი ჭირდება. ანუ მარტო გადაღებას არა, ეხლა შენც კარგად იცი, ფიქრს იმაზე სტუმარი ვინ უნდა ყავდეს, რა თემა უნდა გქონდეს. ანუ ვცდილობ რომ ფიზიკურად მარშრუტის დაგეგმვა და ლოჯისტიკა მისი კიდე. ხო. ვცდილობ რომ არ იყოს მხოლოდ რაღაც შრალად, უბრალოდ ჭამა და მეტი არაფერი. რაღაც მინდა ხოლმე რომ საინტერესო ადამიანები შემოვიყვანო, ვინც რაღაცას საქმიანობს, მცირე მეწარმეები, საოჯახო ტიპის სასტუმროები და რესტორნები და აი ისე იმდენი საინტერესო ადამიანი აღმოვაჩინეთ, ვინც რეგიონებში, ესე რეგიონებს აცოცხლებს და რაღაცებს აკეთებს, რომ წარმოდგენა არ მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც ბევრს დავდიოდით და მით უმეტეს არიან ადამიანები და ჩემი ბევრი მეგობარი, რომელიც ბათუმის იქით ნამყოფი არ არის საქართველოში და აი მეც ბევრ ადგილას არ ვარ ნამყოფი. ხო, ეს არის მიზანი, რომ მარტივია, ბევრად უფრო ბიუჯეტურია, ვიდრე საზღვარგარეთ გაფრენა და დაგეგმვა. 3 დღის ამბავია საქართველოს ნებისმიერ წერტილში წასვლა, რა ვიცი, თუშეთში ვერ ახვალ ერთადერთი 3 დღით, იქაც ახვალ პრინციპში, უბრალოდ ცოტა მეტი დღე გჭირდება რომ დაათვალიერო. და შეგიძლია მოკლედ ამითი ძალიან დიდი სიამოვნება მიიღო. ბევრი საინტერესო ნახო, განსხვავებული ლანდშაფტით და ბევრი ადამიანი გაიცნო, რომელიც აი ბაბლი რო ახსენეთ წეგან. ძალიან ვიკეტებით ამ ჩვენ წრეში და ჩვენ სამეგობრო წრეში და უცებ ნელ-ნელა ჩვენ ცხოვრებაში შემოვიდა ისეთი რაღაცაები, რაც ანუ იცი, მაგრამ გგონია რომ სადღაც შორს ხდება რა და შენ არ გეხება და სინამდვილეში გეხება. და ეს ადამიანები, ვინც რეგიონში საქმეს აკეთებენ და რესტორნები აქვთ, ძალიან ბევრს შრომობენ. ბევრად მეც ვიდრე მე, შენ და ნებისმიერი სხვა, ვისაც თბილისში აქვს საქმე. ანუ თბილისი არის ცალკე პარალელური სამყარო და ცალკე საქართველოს სხვა ქალაქები და სოფლები. ურთულესია ადამიანური რესურსის პოვნა რთული. მიუხედავად იმისა, რომ იხდიან, ანუ ანაზღაურებას თავაზობენ, მაგრამ მაინც ძალიან რთულია. ეგ არ ვიცი, ცოტა ღრმა კვლევის საკითხია, რატო იქ სოციალური დახმარებების გამო თუ რატომ არ უნდათ რეგიონებში ადამიანებს მუშაობა, მაგრამ მე რაც ვისაუბრე იმ მეორე ნაწილთან, ვინც მუხლს ჩაუხრელად შრომობს, ვერ პოვლობენ მე სხვა ადამიანებს, ვისაც გადაუხდიან და იმუშავებენ. ხო და საიდან საწავედი? მოკლედ ისიც არის, რომ ბევრი ადამიანი არის გასული საქართველოდან, ვისაც მუშაობა ესეთი უნდა ფიზიკური, ხო, ეგეც პრობლემა არის კი. ეგეც პრობლემაა, ხო. ხო და იმდენად მე გადავერთეთ და თავით ჩავეფალით, რომ მუშაობის პარალელურად ეგ ყველაფერი არ გამოვიდოდა და ნუ საბედნიეროდ დიდი მადლობა ჩვენ სპონსორებს, გამოჩნდნენ კომპანიები, ვინც ესე გვერდში დაგვიდგნენ და არიან სპონსორები და ნუ ვაგრძელებთ მუშაობას. და კონტენტის არჩევას რაც შეეხება, მასე მივედით რა, რა გავაკეთოთ, რაც რისი კეთებაც შაბათ-კვირას შეგვიძლია და ისედაც კვირაში 5 დღე რომ მუშაობ, კიდე შაბათ-კვირასაც მარტო რომ გვემუშავა, რთული იქნებოდა. ნუ დიდხანს ესე ვერ ქაჩავ. ამიტომ მოდი რისი კეთება გვსიამოვნებს და ამის და დავიწყეთ ესე გადაწყდა რომ რა ყოფილიყო რეჰანი. ხო. ასე რეჰანია то სახელი. ჟღერადობის გამო თუ? სახელზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ. არ მინდოდა ყოფილიყო სახელობითი, იმიტომ რომ რაღაცა ბრენდი გვინდოდა ყოფილიყო, რის გარშემოც მე რაღაცებს დავაშენებდით სხვა მიმართულებებსაც რა. ნუ ძირითადად ალბათ მეორე არხიც რო ახსენე რეჰანი კუკინგი წაკე ხო? რეჰანი კუკინგი ხო, მე გავაკეთეთ რეჰანი კუკინგ. ალბათ შინაარსი მაინც მთლიანად იქნება უფრო გასტრონომია და კულინარია, მაგრამ ანუ რაღაც ანა კოშაძის არხი ან მოგზაურობა ესეთი სახელი არ გვინდოდა. ამიტომ ნუ აი გარეშე სახელებზე რაც ვიფიქრეთ და
თან სუის მახსენდებოდა შოთა ჩინჩალაძე ჩემი მეგობარი შენი სტუმარიც იყო რომელმაც მასწავლა რომ ცოტა შორს პერსპექტივაში უნდა იფიქრო იმიტომ რომ მე გიძღუდავს სახელი ბრენდის სახელი რაღაცებს გადავწყვიტეთ ესეთი რაღაც კარგი ჟღერადობის ცოტა დაუფასებელი პროდუქტია რეჰანი ძალიან მიყვარს რაც დავძებნე საძიებო სისტემაში ქართულად თვითონ მწვანილის გარდა არაფერი იძებნებოდა ლათინური ასოებით რაღაც ერთი მუსიკოსია უცხოელი, მაგრამ დღეს უკვე ლათინური ასოებითაც რო ჩაწერ, ნუ ალბათ საქართველოდან, ჩვენი არხი ვარდა, მოკლედ ეგ მოვახერხეთ, რომ ხო. ხო, ანუ წარმატებული სახელი გამოდგა. ხო. თან რაღაცა წარმიც მომწონს. ეხა უკვე მიყვარს. ხო, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ არის რაღაც ადამიანის ტიპები, უღართ მეც ესე ვარ, რომ თუ არ მიყვარს ის საქმე, არ მაინტერესებს, ვერ ვაკეთებ რა. ადრე კიდე უფრო შემეძლო. მოთაი 20 წლის რო ვიყავი, მქონდა ეს мотиваცია, რომ აი თავია გამოცდილება მივიღო და ისეთ სამსახურებში მუშავე, რომ დღეს 1 საათი ვერ გავძლებ იქ, ისეთი მოსაწყენი სამსახურები ყოფილა. და ეხაც აი ესეც ის მეორე პოდკასტიც რაც ვახსენე, კაცებში მუშაობა, მარტო იმიტომ შემიძლია, რომ მომწონს. თორე აი ვერ გავკაჩავდი რა და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ სამსახური მოარგო იმას ის იკეთებაც გიყვარს რა. ხო, ასაკი სწორად ახსენე, ბევრი რამე. ბოდიში გაწყვეტინებ, ბევრ ადამიანს მოუწოდებ, რომ ვისაც უჭირს სამსახურში მუშაობა და რაღაცას გძნობს, რომ ვერ იკმაყოფილებს თავს და რაღაც მეტი უნდა ესე ცადოს ძნელია ძალიან თან საქართველოში, მაგრამ მაინც თუ ცდი რომ აი ის იკეთებაც გიყვარს, ჯერ მაგას დაფიქრდი და მე ეცადე რომ პროფესია და სამსახური იმას მოარგო. და ნებისმიერ დროს შეიძლება რა. კი. აი შენი მაგალითი ცხოვრობ გადაწყვეტე 2 წლის წინ და. კი, კი და რა თქმა შედეგს გამოიღებს რა თავიდან ჭირს. ხო, და მე რო აღარ გეზარება მუშაობა, მე საერთოდ სხვა შედეგებზე გადიხარ. სამსახურიდან რო წამოვედი, ესე არც წამყვანიც ვარ ხო კონცერტები და ეს ღონისძიებებიც მიყვარს. შესაბამისად ისეთი პერიოდი იყო იმ სამთავში, რომ რა თქმა უნდა არაფერი არ ხდებოდა და ეხა გავაკეთე. მეგონი ხაც ესეა, ხო რაღაც ცოტა ის არის მაგნატულებითაც ხო, შედარებით გაცოცხლდა. შედარებით. ხო, სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ძალიან რთულია, ცოტა შორს პერსპექტივაში რაღაცაზე ფიქრი რა, იმიტომ რომ აი ხვალ რა იცი, არ იცი რა იქნება. კი, ეს პოდკასტის ესეა ზუსტად. ხო. რაღაც სტაბილურობის განცდა და იგი იწვევს მე შფოთვას და რაღაც უბედურები რატო ვართო და უბედური სახეებით რატო დავდივართო, მაგიტო დავდივართ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თავის იმედი შეიძლება მქონდეს რაღაც შრომის უნარიანობის თუ გარკვეული დაგროვილი გამოცდილებების, მაინც არ ვიცი ხოლ რა იქნება. ხო. თან ცოტა დისკრიმინაციული ვარ ხოლმე, მაგრამ მაინც როცა შვილები ყავს კიდევ უფრო, ანუ გიმძაფრდება რა შფოთვა არ არსებობს, იმიტომ რომ რაღაც არსებობენ პატარა ადამიანები, რომლებიც შენ გადაწყვეტილებაზე არიან დამოკიდებული და კიდევ უფრო რთულია თავს ფუფუნება მისცე და გააკეთო ის, რაღაც ურჩია რა ადამიანებს. იმიტომ რომ ხო გასაგებია ხო გარკვეული რისკი ხო არის ხო რაღაც ამბობდი შეგაწყვეტილი და რისი თქმა მინდოდა იცი ხო სამსახურიდან რომ წამოვედი ეხა მაგისტრატურას ვამთავრებ MBA გავაკეთე General Management-ის განხრით და ნუ ჩემი მეგობრებისგან იყო შემოთავაზება რომ ეხა ესეც რო მორჩები იქნება ოფისში დაბრუნდე და როგორც კი წარმოვიდგინე რომ შეიძლება და ისე ოფისში ყოფილიყავი ისეთი უბედური ვიყავი და იმდენად უბედურად ვიგრძენი თავი ფიქრის მომენტშიც კი რომ მივხვდი რომ ნუ აი გამორიცხულია აუცილებლად რაღაც დეპრესია და ფსიქოლოგიური პრობლემები შემექმნება იმის ფასად რაც უნდა ვაკეთო და რა ანაზღაურებაც მივიღო და მივხვდი რომ ხო რა ცოტა უნდა მეცდია გამერისკა და მეკეთებინა ის რაც მიყვარს ხო ხო და მე სამოგიეროთ რომ ხელა იმას გაძლევს მე დროთა განმავლობაში დადებით შედეგს რა გიბრუნებს ბევრად რა ამ არხზე მუშაობისას
აი რა შეგიძლია თქვა რომ რა აღმოაჩინე ისეთი რაც აქამდე არ იცოდი რა ანუ კონკრეტულ კერძზე კი არ გულისხმობ რაღაც აი ზოგადად აი საქართველოზე ან ქართულ ხალხზე ან რამაც იყო რამაც აი შენი წარმოდგენა შეცვალა შენი შეხედულება შეცვალა ესეთი აღმოჩენა თუ გააკეთე კი წეგან რაზეც ვამბობდი რა შეცვალა კიდე უფრო კარგი კუთხით დამანახა შეიძლება ბევრი საინტერესო იმაზე მეტი საინტერესო ადამიანია ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და ეს ადამიანები თავისი საქმით იმაზე მეც აკეთებენ ქვეყნისთვის ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია შეიძლება ესე ცოტა ისე რომ მიუდგე ეგოისტურად კი თავიანთთვის შრომობენ და რა თქმა უნდა მაინც ყველა ჩვენ პირველ რიგში ჩვენი კეთილდღეობისთვის ვაკეთებთ მაგრამ ის რომ მუშაობა არ გვეზარებოდეს ის რომ განვითარებას ვცდილობდეთ არ გვეზარებოდეს სხვების განვითარება და გაზრდა ანუ გავცემდეთ ჩვენ ცოდნას იმდენად მნიშვნელოვანია რომ და იმდენად ცოტა რომ არ ვიცი ტაშს უკრავ იმ ადამიანებს ვინც იგივეს გავიმარებ რეგიონში საქმეს აკეთებს ეგ შემიცვალა ეგ წარმოდგენები და რაღაც სხვა კუთხით დამანახა და ჩემთვისაც მოტივაცია იყო იმიტომ რომ რა საქმესაც არ უნდა აკეთებდე იმას რაღაც დადებითი მხარე თუ არ ახლავს ისეთ სიამოვნებას ვერ იღებ რა დადებითი მხარეში რას გულისხმობ არ შენი პოდკასტი იგივე საინტერესო მოსასმენი როა რაღაც ახალს რო უზიარებ საინტერესო სტუმრები რო ყავს ტელეფონზე რო გელაპარაკი გითხარი კიდეც ჩემთვის დიდი პატივია იმ ადამიანების სიაში მოხვედრა ვინც შენთან სტუმრად არის ხოლმე და რაღაცა ახალს რო ამბობენ მე ბევრი გამიგია ზუსტად ამ პოდკასტში მათგან ეგ მხარე რო არ გქონდეს მარტო ის რომ შენ დასაქმებული იყო და სპონსორი ყავდეს და რაღაც ფინანსურად უზრუნველყოფილი იყო სიამოვნებას ვერ მიიღებ ანუ გამორიცხულია. შენ თვითონაც სიამოვნებას იღებ, ალბათ იმით, რომ იმ ადამიანებისგან რაღაცა ახალს იგებ. ხო. ხო და ზუსტად ეს მოიტანა ამ ჩემ რეჰანმა და ეგ მაგ კუთხით დამანახა ეს ყველაფერი. თუმცა თვითონ ამ გასტრონომიის სფეროს და მარტო გასტრონომიის არა, იგივე ღვინო, ლუდი და საჭმელ სასმლის სფეროს, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი გზა აქვს კიდე წინ გასავლელი, იმიტომ რომ იმ პროფესიონალებთან, ვისთანაც მქონია ეს კომუნიკაცია, მაგას ამბობენ, რომ კიდე ბევრი ნავიჯია გადასადგმელი, რომ დაიხვეწოს, განვითარდეს, ძალიან რო გვინდა ტურისტების შემოსვლა. ხო, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში იგრძნობა. ხო, უნდა ბევრი რამე გვაქვს, ბევრი რამეზე გვაქვს სამუშაო, რომ იმათ ის დავახვედროთ, რომ მერე წავიდნენ და სხვებს მოუყვნენ და სხვები ჩამოვიდნენ, თორე ერთი უკმაყოფილო ტურისტიც მარტო ის ერთი ტურისტი არ არის. ერთი უკმაყოფილო ტურისტი არის word of mouth, რასაც ეძახიან, გავრცელებული ინფორმაცია სხვებში, რომ აი არ ღირს. ხო, თან პიარში ხო ესე ცოდნა არის, რომ უკმაყოფილო უფრო ბევრს უყვება თავის უკმაყოფილო გამოცდილებაზე, ვიდრე კმაყოფილი. უფრო გვამახსოვრდება ეგ ცუდი გამოცდილებები ჩვენი თვისება ეგ. ამიტომ ხო, ბევრია სამუშაო კიდე და ხშირად მეკითხებიან ხოლმე აი ამოწურვადი არ არისო, აი რამდენგან უნდა წახვიდე და რამდენი უნდა იარო და არ არის, იმიტომ რომ ბევრი ახალი ადგილი იხსნება. ბევრი ახალი ადამიანი იწყებს რაღაც საინტერესო მეწარმეობას და ახალ საქმიანობას და ეგ კარგია, მაგრამ ნუ ხელშეწყობა სჭირდებათ რა ამ ადამიანებს რომ კი მე გამოვცადე წინა ზაფხულს სვანეთში მესტიაში რო ვიყავი, წარმოშობით იქიდან ვარ მესტეიდან და არ ველოდი იმდენი კარგი რესტორანი იყო. აი არ ველოდი რომ ეს პატარა ადგილას აი ყოველ დღე ახლა ვცდილობდით რომ ახალში შევსულიყავით რაღაც გაგვესინჯა უშგულშიც მარტო მესტიაში არა. და მე აი ერთმანეთს ბოლოს
შვებოდით რა რომელი ჯობდა და ყველა ერთი მეორეზე უკეთესი იყო რა მაგას ნამდვილად არ ველოდი რომ ესეთი დონეზე მაინც იქნებოდა სვანეთი გამორჩეულია საქართველოს სხვა რეგიონებში მაგკუთხით მით უმეტეს მაღალმთიანებში ანუ რაღაცნაირად სვანები სხვანაირად განვითარდნენ და ძალიან იყო ჩაღეს შეიძლება იმანაც ქნა რომ სამთო სფერო განვითარდა სხვადასხვა სვანეთს აქვს ეგ ტრადიციები აი ჯერ კიდე კომუნისტების დროიდან მოყოლებული ძალიან ტურისტული ადგილი იყო და ტურბაზები იყო ბევრი და ჩამოდიოდნენ ევროპელი ტურისტები ჩამოდიოდნენ აი საბჭოთა კავშირის დროს მე მახსოვს დედაჩემის მოყოლილი რომ ალბათ 70-იან წლებს აღწერდა რომ პირველად რომ მოხვდა მესტიაში აი იმდენი ევროპელი დაინახა იქ ანუ თბილისში გაზდიმა დაბადებულმა რომ აი მისთვის ეს შოკი იყო რომ აი აქ რა ხდება საერთოდ სხვა ის იყო რა ძალიან შორტებით დადიოდნენ ტურისტები როცა მაშინ საქართველოში შორტების ჩაცმა ეხავდა და რაღაცები და იქ ძალიან განვითარებული იყო მაშინაც რა ანუ ეს ტრადიცია აქვს მესტიას და სვანეთს რა ტურიზმის კი ხალხსაც მიმღებლობა ყოველ ჩასვლაზე რაღაც ახალი ადამიანები ემატებიან ხოლმე ჩემ სანაცნობო სფეროს და ერთმანეთზე უფრო კარგ შთაბეჭდილებას ახდენენ და სწავლაც რაღაცნაირად შეძლეს რა ეს ბიჭებით სამთო გამყოლები, გიდები, მთასვლელები ვინც არიან რაღაც საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები არიან, ისწავლეს ბევრი და ძალიან კარგი ტურისტები ყავთ. ნუ კარგი ტურისტი რას ნიშნავს? კარგად მხარჯველი, ხო? ესე ქვეყნისთვის რო შევხედოთ. ხო და კარგი მხარჯველები არიან ევროპელები და დღესაც სვანეთი გამორჩეული რეგიონია მაგ მხრივ. სვანეთი, იმერეთი, ნუ უფრო აი ქუთაისი, კახეთი სადაც არის რომ აი რო ფიქრობ აი საინტერესო კონცეფციის მქონე სასტუმროში დარჩები კარგ საჭმელს შეჭამ ცოტა განსხვავებულ საჭმელს შეჭამ და ბევრ რეგიონს ძალიან უჭირს დახმარება ჭირდებათ ხელის წაკვრა ყველაზე დიდი განსხვავება რა იგრძნობა თბილისსა და დანარჩენ საქართველოს შორის ესე თუ შეგიმჩნევია რამე და თქვა აი ბათუმით რო გამოვაკლოთ ანუ ეს ორი ეკონომიკურად ძალიან განვითარებული ადგილი. ნუ აი თავკომბალა რა ხელმისაწვდომობის არ არის ხელმისაწვდომი იგივე კარგი განათლება ისეთი ხელმისაწვდომი როგორც ამ ქალაქებში არ არის ხელმისაწვდომი ესეთ განათლება არაფორმალური პრინციპში, აი ცოტა იმ კუთხით ვუყურებ ხოლმე, რომ აი ბავშვებით რო გადავსახლდე და გავზარდო რომელიმე სხვა ქალაქში. თბილისში და დიდ ქალაქებში, ნუ ბათუმში და ალბათ ქუთაისში, მეტი ფუფუნება გაქვს მაგის, რომ რაღაც შეგიძლია წრეებზე ატარო და ასე შემდეგ. რეგიონებში არ არის მაგის ხელმისაწვდომობა და ნუ ძალიან დიდი პრობლემა ის არის. ძალიან ვიზუალურადაც კი სხვაობა არ ვიცი ადამიანებს შორის, იმიტომ რომ ეგ წარმოქმნის რა. ხო. ფულის შოვნა იცუდად რო ვთქვათ ესე რთულია, რაღაცის კეთება რთული. იმ ადამიანებთან ვისთანაც ჩავდივართ, ახ გურიაში ვიყავით. ჩაის გზა და არის ესეთი კომლი ადგილი, სადაც ქართული ჩაის კულტურა აქვს გაცოცხლებული, ჩაის დეგუსტაციას თავაზობენ და ასევე რაღაც farm to table კონცეფციის, ანუ როგორ ქვია, არ ვიცი, ბაღიდან მაგიდამდე ძალიან აქტუალურია ხა, ხო, რომ იქვე მოყავს და იმით უმზადებს სტუმარს. ვებგვერდიც ინგლისურად აქვს. იმდენად უცხოელ ტურისტებზეა გათვლილი ყველაფერი. ასევე გურიაში არაჩვეულებრივი დები არიან დოლაბი, რომლებმაც რომ მომიყვნენ, რა სირთულები აქვთ გამოვლილი და როგორ ახერხებენ სტუმრების მასპინძლობას. ნუ აი გავოცდი, ვუთხარ რომ მე აქამდე ვერ მოვიდოდი მეთქი და მაგას ვამბობ, განა რატო ხო შეიძლება გარშემო სოფლიდან, ქალაქიდან მივიდეს სტუმარი? არ აქვს მას ეს ფუფუნება, რომ რესტორანში იაროს. ხო, თამში და ტურიზმი ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი მომოძრავებელი უნდა იყოს ამის. ხო, ნუ რესტორანი კი არა, რესტორნებს არ აქვთ ფუფუნება, რომ კარგი პროდუქტით მოამზადონ საჭმელი, იმდენად ძვირი ღირს პროდუქტი ბაზარში და მარკეტშიც კი. ხო. რომ
ფიზიკურად ის მოგებაზე ვერ გავა იმ ფასად რო გაყიდოს. ეხლა ხშირად მომისმენია ჩემი მეგობრებისგანაც, რომ აი სულ გაღორდნენ და რა ფასები აქვთ რესტორნებში. ანუ ეგრე არ არის. იმხელა კონკურენცია, რა თქმა უნდა, მე მინდა რომ ცოტა დაბალი ფასი დავსვა, იმიტომ რომ მეტი სტუმარი მყავდეს, მაგრამ ვერ ვიზამ მაგას. 1000 რაღაც შედის. უნდა შეწირო მაშინ, ხო? რაც ამ არხის კეთებისას კერძების გასინჯვა მოგიწია საქართველოს მასშტაბით. ჯერ ეს წონის კონტროლს შეაგიშლის ხელს. არა, იმიტომ რომ ყოველდღიურ რეჟიმში არ ვჭამ, კვირაში ერთ ეპიზოდს ვდებთ ხოლმე. მერე ზოგადად კვებას ასე თუ ისე ვაკონტროლებ. რაღაც წლების მანძილზე გამომუშავებული ხო ჩემი ის მაქვს რუტინა თუ რეჟიმი არ ვიცი რასაც მაინც მივყვები მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიყვარს გემრიელად ჭამა აი რაღაცა არის თავშოთ არ ჭამ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. ოღონდ არის გამონაკლისი დღეები ხა ამისთვის თავს არ ვიკლავ რომ დღეს სადღაც ვარ და მშიათან და არ შევჭამ, მაგრამ ძირითადად ეს თავია რეგულარულად აკეთებდე და ხო რაღაცა გარკვეული პერიოდის მანძილზე ვიღებ ხოლმე შაქარს, ეხა რაღაცა 2 თვეა, ოღონდ გადაღებაზე ვჭამ, მაინც მიწევს. ხო, გადაღებაზე მოგიწევს. ხო, არ მიჭამია შაქარი. რაღაც ძალიან მიყვარს ხილი და გარკვეულ კვებას ვანაცვლებ ხოლმე ხილიც და არის რაღაცები, რაც ხელს მიწყობს. ალბათ ცოტა გენეტიკაც, მაგრამ თლად ეგრე არ არის, რომ შენ რა გენაღვლება ესე მწერენ ხოლმე და არა კონტროლის მექანიზმები მაქვს ჩემს კვებაში. ხო და აი რა მინდოდა მეკითხა. თუ შეიძლება შენი გემოვნებით, შენი გადამსახედით ჩამოთვალოთ აი კუთხეების საუკეთესო კერძი. შენ რაც გიყვარს ყველაზე ძალიან. კი ბატონო. მოდი კახეთით დავიწყებ. ხო, ხაშლამა დიდებული საჭმელია. მერე თუშეთში რო ავიდე იქვე გუდისყველი. აი რაღაცა გენიალური და არაჩვეულებრივი პროდუქტია და თავის ტექნოლოგიით რაღაც ზღაპრულია, როგორც ამზადებენ. სხვათა შორის მე ვარ ქართლიდან და ყველაზე დიდი პრობლემა ქართლში ადგილის პოვნა, სადაც გემრიელად შეჭამ და არც ესე დამახასიათებელი კერძი არ აქვს. თუ აქვს კომენტარებში დაგვიწერეთ, არ მცემოთ. მერე მესხეთია ძალიან საინტერესო თავის აპოხტით და ტენილი ყველით უგემრიელესია. ყველის ტექნოლოგიები ძალიან საინტერესო გვაქვს საქართველოში. ხინკალი ალბათ უნდა იყოს იმაში რაციონში მთის კერძი, რომელიც ისე ძალიან არ მიყვარს შეიძლება როგორც ზოგიერთი სხვა კერძი, მაგრამ აღიარებ რომ ძალიან სრულყოფილია თავის ფორმით, შიგთავსით, გემოთი და ყველაფრით. ხაჭაპური იყოს იმერეთისკენ. დიდებულია ხაჭაპური, იმერული ხაჭაპური. ხაჭაპურებს შორის იმერული? კი, ყველანაირი ხაჭაპური მიყვარს, მაგრამ იმერულია. მე მაინც ალბათ აჭარული ვარ. აჭარული, მართლა. აი იმერული ხაჭაპური არის კერძი, რომელიც შემიძლია ყოველდღე ვჭამ. ყოველდღე ვერ შევჭამ, ხაშლავს ვერ შევჭამ, მიგზიანს რა ხინკალს. ძალიან ახლოს არის ჩემთანაც ეგ. ხო, აი, მაგრამ ალბათ კერძი მარტო ის არ არის, რაღაც კიდე ისიც მოყვება გარემოც და შენ წარმოდგენა შეგორი იყო ხარ, ანუ აი ბებია ჩემის გამომცხარი იმერული ხაჭაპური და დედა ჩემის გამომცხარიც ალბათ ყველაფერს მირჩევნია. და ესევე იყო აი აჭარა ზღვაზე დავყავდით ხშირად ბავშვობაში და ანუ აჭარული ხაჭაპური ეგრევე ზღვასთან, მზესთან, სითბოსთან რაღაცა კარგი მებთან ასოცირდება და ალბათ მაგიტომ დღემდე ეს შემორჩენილი აჭარული და თბილისში არასდროს არ ვჭამ აი როცა აჭარაში მოვხვდებიან სადმე იქ მინდა ხოლმე. ხო, ეგრეა რა. რაღაცა რჩევას რომ ეკითხებიან ხოლმე ან პირიქით, რომ აუ იქ ვიყავი არ მომეწონა. კერძი და გასტრონომია ეგ არის გარემოსთან თანხვედრა, იმ ემოციებთან, რა დროს გასინჯე, ვისთან ერთად იყავი, ვინ იყო ეს მასპინძელი. ხო, აი ხინკალიც ახლა იქ დროს გსინჯავს, სხვა რაღაცა არის. ხო, მე არ მავიწყდება თუშეთში ცხურის და ძროხის ხორცით გაკეთებული ხინკალი იქვე მასპინძლებმა რომ მოახუეს. რა ვქნა ის გემო ვერასდროს ვეღარ დავიჭირე. ეხლა უშბის ხეთზე რო ფეტვიან ხაჭაპური
კალყურს შეჭამ. რანაირად შეიძლება ის თბილისში იგივე გემოქონდეს? ხო გამორიცხულია, გინდა მცხობელი ჩამოიყვანე, გინდა პროდუქტი ჩამოიტანე, ნუ არ არსებობს, ხო? ხო და ეგ არის. ზოგადად ხო იმეზე გავჩერდით, ხო თქვი და მე გავგრძელოთ. კაი, გავაგრძელოთ. არა, დაასრულე სამბუდი და მე. ხო, ზოგადად ეგ არის რა, აი ადგილობრივი გარკვეული კერძი იქ გასინჯული, სხვა გემოსია, ხო, კალტის კვერი არის ეგეთი დავარგებული პროდუქტი რძის ნაწარმის და თუშეთში იმდენი უჭამეთ, თუდად ვიყავით და თბილისში ჩამოვიტანე და რაღაც ვეღარ რა, ის ხალხში არ წავიდა იმ გემოზე. გავაგრძელოთ. ნუ სამეგრელო ჩემთვის არის ელარჯი პირველ რიგში ყველაზე ძალიან მიყვარს სულგუნი, ფანტასტიკა და ხარჩო. ნუ იმერეთის ფხალეული ხაჭაპურთან ერთად ალბათ ეგეც უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო კერძია და თან როგორც ვიცი, ესე მსოფლიო გასტრონომიაში ესე ანალოგი დიდად არ ყავს, ძალიან ქართული. იყოს ბორანო აჭარისკენ. ბორანო ეგ რა არის? რძის ნაწარმისგან ყველით მომზადებული კერძია ბევრ კარაქში. კარაქი გიყვარს? ძალიან მიყვარს კარაქი. ხო, არა, ზოგს ბევრს არ უყვარს სხვა. ხო, ნუ კარაქი კერძს უხდება ახლა იმაშვება რა. ძალიან. ხო, ნუ ისე ცხიმიანი მსუღე. არ ვჭამ, ფარაზოს არ ვჭამ, მაგრამ ძალიან ცხიმიანია, ხო. მე ვჭამ ბევრს. ისეთი კარაქში ჭიპჭიპა ცხიმიანი კერძია, მაგრამ უხდება აჭარას. გურიაში გურული სუნელი, ესეთი თხილში ჩანაყელი მწვანილებია, პესტოს მაგვარია, ოღონდ უფრო მეტად იგრძნობა თხილი და მაგრად უხდება ყველაფერს ძალიან ისეთი მწვანე აჯიკასავით რაღაცა გურული სუნელი. გურული სუნელი ესე ხო, ძალიან მაგარია. ნუ სვანეთში კუბდარი უნდა ვთქვა შეიძლება, მაგრამ მე ფეტვიანი ხაჭაპური უფრო მიყვარს, თაშმიჯაბი ძალიან მიყვარს და ნარჩვი, სვანური ყველი, რომელიც ფანტასტიურია, სვანური მარილი. ხო, სვანური მარილი მე მგონი ყველაფერს უხდება. ძალიან მაგარი რამეა და მაგარი გამოგონება. რა გამოგრჩება? არ ვიცი. კახეთი ქართლი ვთქვი, სამცხე ჯავახეთი, რაჭა. რაჭა, ხო, ნუ ლობიო, ძალიან მეყვარს ლობიო და ლობიანი. აფხაზეთი. ძალიან. ხო, აფხაზეთში არ ვიცი, რა არის აფხაზების კერძი. უფრო მეგრელები. არ ვიცი, ხო, შეიძლება რამე იყოს და ძალიან ეწყინოთ ახლა აფხაზებს და. ხო, შეიძლება. არ გვიწყინოთ, დაგვიწერონ კომენტარებში. ხო. მაპატიეთ, უცოდინრობა მაგის. ბევრი და აი ეხა ხო რა ჩამოვთვალეთ და როგორი მრავალფეროვანი გემოებია. ხო. ძალიან განსხვავებული ერთმანეთისგან. ხო, და სხვადასხვანაირი კერძები. ხო, რაჭული ლორიც, რომელიც ჩემთვის ცოტა ისეთია, ხო, მე მაგარია ჭამის დროს, მაგრამ იმ დღეს ვიყავით ჩვენ მეგობარ კულინართან შეფთან ანა ბურდული, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა შეფია, რომელმაც რაჭული ლორი იმ მდგომარეობაში მოჭამა, მაგარი არ იყო. მოკლედ, ყველაფერს თავის ტექნოლოგია აქვს რა და საინტერესოა. ხო. ცოდნა და დახვეწა უნდა. 1-2 კვირის წინ გადავიღეთ ნაზუქს ვეძებდი, სად არის გემრიელი ნაზუქი და ნუ აი ინტერნეტში უფრო მივაკლია ესე გაკითხვით ვერა და დამფუძნებლები ვინც იყვნენ, ვინც გააკეთეს ეს რამდენიმე ფილიალი აქვს თან ნატიფი ქვია ადგილს, თურმე ნატიფი არის ნაზუქი იგივე ადრე ერქვა ნატიფი. ძალიან ძველი რეცეპტები რაც მოვიძიეო, გამოკითხვით ესე ოჯახებში, აი გემოზე ცოტა სხვა გემო ჯდებოდაო რა და მე თვითონ გაათანამედროვა და ეგ ჭირდება გემოებს, ანუ ესე არ არის რომ ნუ ვცვლით და რაღაც 2 საუკუნის წინ განვითარდა ეს ჩვენი რეცეპტორებიც, ნუ რაღაც ვიცვლება. კი ბატონო. ხო, ნაზუქი რო თქვი რა, ნაზუქზე გამახსენდა. ცოტა ხნის წინ რა ვიკვიატე და ვერსად ვერ ვიპოვე.
ჩოულებრივი ბულკები რო იყიდებოდა 20 თეთრიან ბულკებს ვეძახდა უბრალოდ ესეთი გვალი და პრიალა თავი რო ქონდა და ვერსად ვერ ვიპოვე დღეს თუ სადმე ვინმე აცხობდეს ეგეთ რაღაცა სადმე თუ შეგხვედრია აცხობენ კი ეხა შეგხვედრია სადმე ვინ მაგრამ ნახავდა რომელიმე საცხობს რო ქონდეს აი რაღაც ძალიან მომინდა იმ გემოს გასინჯვა რა რაღაცა ვიკვიატე და ძალიან მიყვარდა კი ქიშმიშიანით იყო და ქიშმიშის გარეშეც კი ბატონო გავიხსენებ ან შემოვხვდება და გამოგიგზავნე კაი დამავალებ ძალიან და პოდკასტის ბოლო ტრადიციული შეკითხვა რა არის ცხოვრების აზრი? ხო რთული შეკითხვა და არ ვიცი ესე ერთი პასუხი არ არსებობს. ალბათ ცხოვრების აზრი არის ის, რომ აკეთო ის რაც გსიამოვნებს, იმის კეთებას რაც გსიამოვნებს მოქონდეს პატარა სარგებელი სხვებისთვის და იცხოვრო ისე, რომ შენი თავისუფლად იცხოვრო და იცხოვრო ისე, რომ შენმა თავისუფლებამ სხვისი არ შეზღუდოს. დანარჩენი, რა ვიცი, ყველა ესე გმირებად და რაღაც ისეც ვერ დავტოვებთ ალბათ. ვეფხისტყაოს ანზე. ამიტომ ეს ამბიციებიც რაღაც ჩვენ თავს უნდა შევეჯიბროთ რა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. რეჰანი, შენი არხი მითითებული იქნება, გამოიწერეთ. მადლობა. რეჰანი კუკინგი მეორე არხი და მუსკულებსაც თუ გამოიწერთ დამავალებთ. და კიდე ახსენე რომ ახალ პროექტს აპირებდით, გინდა ეხა ამის თქმა თუ მე ხო ჩანაფიქრის ამბავია პილოტი გადავიღეთ და უფრო მერე. კი ბატონო. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები. ასევე. არხზე ბევრ გამომწერს გისურვებთ მაყურებლების, ბევრ მაყურებელს და ასე შემდეგ. პოდკასტის მხარდამჭერი იყო სოკარი. გთხოვთ რომ გამოიწერეთ, თქვი და მეგონი ეს არა ვქი. მაყურებელი დაიღალა, სადაც არ უნდა ჩართო YouTube-ი, ყველგან გამოიწერეს იხვეწებიან, მაგრამ მნიშვნელოვანი გჭირდება. მე მავიწყდება ხოლმე ეს ახანდახან ეპიზოდში შეხსენება და ერთ-ერთი ეპიზოდი ჩავწერეთ ახლახან, სადაც აი სუყეთ თქვი რომ მნიშვნელოვანია მეთქი და გთხოვთ იცი როგორ საგრძნობლად მოემატა გამოწერები ხო ანუ შეხსენება საჭირო კი მეც ვაფიქსირე ჩემ თავს რომ მე ხო ვიცი რომ აი ვიდეოს ესე გამოწერა და ლაიქება როგორ მნიშვნელოვანია და ვიდეო მიყურება ისეთი რომ არა საინტერესო იყო და არ დამილაიქებია და მე გამხსენები და მიუბრუნები ვარ და დამილაიქებია რა ანუ ეგ ადამიანური მომენტია რომ ეგ დაგავიწყდეს და ამიტომ ვიზახით ხოლმე ხშირად მით უმეტეს არ ვიცი შენთან როგორია ანალიტიკა ჩემთან მაგალითად უფრო მეტი უყურებს ვიდრე გამომწერი ხო არა გამომწერი მეტია და ეგ ზოგადად YouTube-ზე ეგრე არის ჩემთან ნახევარ-ნახევარზე არის რა ხო ჩემთან 60-40 ხო ამიტომ ხშირად შეხსენება უნდა და გათანაბრდება ხო ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა მეგობრებო და გამოწერა არხის იმიტომ რომ გამოწერე ლაიქი კომენტარი საჭიროა კი ძალიან გვეხმარება კაი დავამთავროთ მადლობა მადლობა კარგი საინტერესო